პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავოცკიმ უკრაინას შეახსენა, რომ მათ ქვეყნებს შორის რამდენიმე გადაუჭრელი საკითხი არსებობს. ვოლონიში პოლონელები ჟლეტიდან დაწყებული, პოლონელი ფერმერების უკმაყოფილებით დასრულებული. ასევე კიევი პოლონელი ხალხის მიმართ უმადურობაში დაადანაშაულა. მის სიტყვებს ადგილობრივი მედია ავრცელებს. უკრაინის დახმარება და მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვუჭერთ მხარს ჩვენ რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემდეგ, არ მათავისუფლებს მე როგორც პოლონეთის პრეზიდენტს იმის აუცილებლობისგან, რომ უკრაინასთან მიმართებით პოლონური საკითხები საერთაშორისო არენაზე დავაყენო. უმადურობა პოლონელი ხალხის მიმართ, პოლონში ექსჰუმაციასთან დაკავშირებული პოლონური საკითხები და სასოფლო სამეურნეო კრიზისი, რომლის წინაშეცაა პოლონეთი, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, განაცხადა ნავოცკი. ამერიკან კონსერვატივი წერს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები განაგრძობენ ზოგიერთი საკვანძო საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას, რომლებიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი ქცევა იმავე ტენდენციის ნაწილია, რომელიც ვაშინგტონის ქცევას ახასიათებდა თითქმის მთელი მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის განმავლობაში და რომელიც არც საამაყო და არც პროდუქტიული იყო. არსებობს ამ მაგიური აზროვნების ორი თვალსაჩინო მაგალითი. იმის რწმენა, რომ უკრაინამ შეიძლება სამხედრო გამარჯვება მოიპოვოს რუსეთზე კონფლიქტში შეერთებული შტატების და ნატოს სრულყოფილი მონაწილეობის გარეშე და ვარაუდი, რომ ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლით შესაძლებელია მას ბირთვულ იარაღზე უარი ათქმევინო. უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაზე მითი გაჩნდა ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის საწყის ეტაპებზე, როდესაც ვაშინგტონმა კიევის შეიარაღება და დაფინანსება გადაწყვიტა, რათა დახმარებოდა მას 2022 წლის თებერვალში რუსული შეტევის მოგერიებაში. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გამარჯვება, განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 2022 წლის 6 აპრილის პრესკონფერენციაზე. უკრაინის სამხედრო პერსპექტივაზე ასეთი მაღალი წარმოდგენა გადაჭარბებული აღმოჩნდა, მაგრამ მიც და რეალობას შორის კვლავ ნაბრალია და დროსთან ერთად ის იზრდება კიდეც, წერს სტატიის ავტორი. კრემლი არ აპირებს უკრაინისთვის ნატოში წევრობის უფლების მიცემას. რუსეთის ლიდერებმა იციან, რომ კიევის ბლოკში წევრობა გამოიწვევს უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ნატოს მასშტაბური სამხედრო ძალების განლაგებას. ნაცვლად იმისა, რომ შეეგუონ ასეთ სტრატეგიულ მარცხს და გეოპოლიტიკურ დამცირებას, რუსი ლიდერები როგორც ჩანს მზად არიან უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაუსრულებლად აწარმოონ. მთლიანობაში მოსკოვი ამომს იგებს, თუმცა მაღალ ფასად. ასეთი შედეგი გასაკვირი არ არის. რუსეთის მოსახლეობა ბევრად მეტია ვიდრე უკრაინის. ასევე მას აქვს უფრო მსხვილი და მძლავრი შეიარაღებული ძალები. უკრაინამ შეძლო ომის წარმოება მხოლოდ ნატოს სპონსორების უზარმაზარი ფინანსური და სამხედრო დახმარების გამო. ეს დახმარება ბევრად მეტია ვიდრე ფულის და იარაღის მიწოდება. ის ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი სადაზვერვო მონაცემების გადაცემას, როგორებიცაა რუსული არმიის წინააღმდეგ მოქმედი უკრაინული ქვედანაყოფებისთვის სამიზნეების შესახებ მონაცემების მიწოდება. იმის გამო, რომ უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხების შანსი ფაქტობრივად არ არსებობს, ნატოს ზოგიერთ მაღალჩინოსან შორის იზრდება წნეხი, რომ ალიანსმა კონფლიქტში მონაწილეობა გააფართოოს. წერს გამოცემა. ამერიკის და ნატოს ოფიციალურმა პირებმა უარი უნდა თქვან თავიანთ მაგიურ წარმოდგენაზე უკრაინის გამარჯვების შესახებ და მიიღონ რეალობა ისე, როგორც არის. რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის, რომ თუკი ომი გაგრძელდება, მოსკოვი საბოლოოდ მაინც გაიმარჯვოს. ალტერნატივა კი მესამე მსოფლიო ომის რისკის შექმნაა, როდესაც მიმდინარე გასაშუალოებული კონფლიქტი ნატოს და რუსეთს შორის პირდაპირ სრულმასშტაბიან ომად გადაიქცევა. მორიგი გამოსვლისას დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების დროს ჩინური მხარის თავშეკავებულ ქცევას დასცინა. სი ძინპინს კი რთული ადამიანი უწოდა. მე მინდა რომ ჩემი აპარატი იქცეოდეს, როგორც სი ძინპინის აპარატი, მე მოვითხოვ. თითეული ეს ადამიანი იდგა ასე გაშეშებული. ერთ-ერთს დაველაპარაკე კიდეც, მაგრამ პასუხი არ გამცა. მე ვკითხე, პასუხს რატომ არ მცემთ თქო, მაგრამ პასუხი არ იყო. შემდეგ ვკითხე, ჩემს კითხვას უპასუხებთ მეთქი? ის არ ინძრევა. უცებ მეორე მეუბნება. მე გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზეო. ცხოვრებაში ასეთი შეშინებული ხალხი არ მინახავს. ჯეიდი ვენსი ასე არ იქცევა, ის ლაპარაკში ერევა ხოლმე, თქვა ტრამპმა.
რუსეთის საჰაერო შეტევისას უკრაინელი ელიტური სამხედროები დაჯილდოების დროს დაიღუპნენ. ინფორმაციას ტელეგრაფი ავრცელებს. ელიტური უკრაინელი ჯარისკაცები დაიღუპნენ და დაიჭრნენ რუსული რაკეტებისგან შაბათს დაჯილდოების ცერემონიაზე. უკრაინის ხელისუფლებამ ინციდენტთან დაკავშირებით შესაძლო გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოცემას მოჰყავს უკრაინელი ჟურნალისტის პოსტი, რომელიც მან სოციალურ ქსელში თავისი 53 წლის ძმის დაღუპვის შესახებ გამოაქვეყნა. საზღვაო ქვეითების 35 ბრიგადაში მსახურობდა. ის და მისი მეგობრები დაჯილდოებისთვის მოედანზე დააღენეს. საუკეთესოები მოაგროვეს. ბრიგადის საუკეთესო ფრინველები და ქვეითები გახსნილ ტერიტორიაზე მოფრინდა ბალისტიკა. გულგრილობის ისტორია გამეორდა. მან ჯოჯოხეთი გამოიარა კურახოვში, მარინკაში, კრასნოგოროვში. ის რუსებმა მოკლეს არა ბრძოლის ველზე, არამედ ზურგში, დაწერა მან. გამოცემა წერს, რომ უცნობია რამდენი სამხედრო დაიღუპა შეტევის შედეგად. თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიაში ინფორმაცია დაადასტურეს. უკრაინელმა დეზერტირმა განაცხადა, რომ თავის მეგობარს ეკონტაქტება, რომელიც შესაძლოა ბუნტის შესახებ უამბო. ჩემმა მეგობარმა მითხრა, მე ჩავალ კიევში მხოლოდ ადამიანების მოსაკლავად, გასაძარცვად და გასაუპატიურებლად იმის გამო, რომ მე ფრონტზე ძალით წამიყვანეს. უკრაინის არმიაში ძალით მობილიზებულთა ბუნტი მწიფდება. ისინი ტოვებენ წინა ხაზზე პოზიციებს, მათ შორის ჯავშან ტექნიკითაც. იქ, სადაც მე პირველი თვე გავატარე, ჩემნაირები იყვნენ 4-4000-ზე მეტნი. სადამდე მივალთ ასე. გიხსნით თქვენ ადამიანებს, მე იარაღის გარეშე წამოვედი, ისინი უკვე ჯავშან ტექნიკით ტოვებენ პოზიციებს. გრძნობთ ეს სადამდე მიდის კიევში რომ გამოჩდებიან. ამერიკელ მსახიობ ანჯელინა ჯოლის დროებით ოკუპირებული ხერსონისკენ მიმავალ გზაზე ნიკოლაევსკის კომისარიატში, ეგრეთ წოდებულ TCK-ში შეულა მოუწია, რადგან მისი დაცვის წევრს ომში გაგზავნას უპირებდნენ. პიუდენო-უკრაინსკის კომისარიატის ბლოკპოსტზე 2 ჯიპის ტიპის ავტომობილი გააჩერეს. TCK-ს თანამშრომლებმა განაცხადეს, თითქოს კაც დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. საბოლოო ჯამში მას სამობილიზაციო ცენტრში უკრეს თავი და ჯოლის მის გასათავისუფლებლად სამხედრო კომისარიატში მისვლა მოუწია. ეს ეპიზოდი ვიდეოზეც არის აღბეჭდილი. მექსიკაში უცნობმა კაცმა საკუთარი ძალის ირწმუნა და შეეცადა ქვეყნის პრეზიდენტისთვის კლაუდიო შეინბაუმისთვის ეკოცნა. უსაფრთხოების სამსახურის რეაქცია სწრაფი არ იყო, მაგრამ იგი მაინც დააკავეს. დანამდვილებით უცნობია კაცი პროვოკატორი იყო თუ გრძნობის კარნახით მოქმედებდა. Tesla-ს აქციონერებმა გენერალური დირექტორის ილონ მასკისთვის $1 ტრილიონი მოცემულობის ფინანსური ჯილდოს პაკეტი დაამტკიცეს. კორპორატიული სამყაროს ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ანაზღაურებაა, წერს Bloomberg-ი. ნაბიჯ დირექტორთა საბჭომ და მთავარმა ინვესტორებმა დაუჭირეს მხარი, რაც მასკს საშუალებას აძლევს გახდეს პირველი ტრილიონერი და გაზარდოს თავისი წილი კომპანიაში 25%-მდე და მეტად. სრული თანხის მისაღებად მასკმა რამდენიმე ამოცანა უნდა შეასრულოს. მათ შორის მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია, აღადგინოს საავტომობილო სეგმენტი და განავითაროს რობოტაქსების და რობოტექნიკის მიმართულებები. როგორც მოსალოდნელია, ეს გადაწყვეტილება გაამყარებს მასკის პოზიციებს Tesla-ს გენდირექტორის პოსტზე, რადგან კომპანია კონცენტრირებულია უპილოტო ავტომობილების და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნეს. ბრძანება ახალმა სპიკერმა ტომოიო კამურამ გასცა, რომელიც 5 ნოემბერს აირჩიეს. მან ინფორმაცია პლატფორმა X-ზე გაავრცელა. მე გავეცი ბრძანება, რომ დეპუტატთა პალატის შენობიდან უკრაინული დროშა ჩამოეხსნათ. ჩეხეთის რესპუბლიკა პირველ ადგილზეა, იღბალი გვისურვეთ, დაწერა სპიკერმა. ადგილობრივ პრესას ოკუმარამ განუმარტა, რომ უკრაინული დროშის ჩამოხსნა ერთგვარი სიმბოლოა და რომ ამას რამდენიმე წამი ჭირდა. თავისი გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ ასეთი დაპირება მისცა საკუთარ ამომრჩეველს. ბრიტანელები არ იქნებოდნენ წინააღმდეგნი, რომ მათი ქვეყნისთვის ვლადიმერ პუტინს სახელმძღვანელა. ამის შესახებ თავად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების უნიჭო პოლიტიკას აპროტესტებენ. მათი კომენტარები ასეთია: მას შემდეგ, რაც დედოფალი გარდაიცვალა და ის ჩარლზი მესამე ტახტზე ავიდა, ინგლისს ცუნამი უტევს, რომელიც არსაით მიდის. ამ მომენტისთვის მე რეფორმებს ვერ ვხრობი, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იქნებოდა ახლა, რომ ხელისუფლებაში პუტინი მოვიდეს. თქვენ უბრალოდ უნდა შეხედოთ, რა ვითარებაა ქვეყანაში, არა მხოლოდ ქალების და გოგოებისთვის, არამედ კაცებისთვისაც არ არის უსაფრთხო მარტო სიარული. ამ ქვეყანაში ადამიანები შემაშფოთებელი სისწრაფით ჩამოდიან და ქმნიან უზარმაზარ პრობლემას. აუპატიურებენ ქალებს და
ბავშვებს ჩვენს თემებში არიან ადამიანები, რომლებიც კლავენ სხვებს, მაგალითად ცივი იარაღით, როგორც ახლახან მატარებელში მოხდა. ეს დაუშვებელია, ეს უნდა შეწყდეს.